შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება იწყება. Ამ მიზნით პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. პრემიერის ინიციატივით სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. ღარიბაშვილის განმარტებით სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს მთავრობა განიხილავს და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. დაიწყოს მსჯელობა. თუ რეფორმის უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის რეფორმირება, როგორ მომზადდეს, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, ამას სჭირდება კარგი მოფიქრება, კარგი დაგეგმარება სჭირდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა რისკის დაზღვევა. ჩვენ სწორად შევაფასოთ რისკები, მოგახსენებთ ასევე იმას, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ გავაკეთებთ, ვერ გავაკეთებთ ვინაიდან იცავთ რომ 3 არჩევნები ჩავატარეთ, იყო ძალიან რთული გამოწვევები, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ამ პროცესში, ამ 2 წლიანი გარდამავალი პერიოდის დროს ვერ შევძლებდით ამ სამინისტროს, ასე ვთქვათ, რეფორმირებას და გარდაქმნას. მაგრამ მიმაჩნია რომ დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინვე გაუქმდა მართლა ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნები, როგორც არის კუდი და სოდი და დღეს დადგა რეფორმირების მეორე ეტაპი. ზოგადად ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ ისეთი მოქმედების, როგორც აკეთებდა ამას სააკაშვილის ხელისუფლება, როცა ერთ საღამოს მოიფიქრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გაეერთიანებინათ რამდენიმე სამინისტრო და მეორე დღეს განახორციელეს, ეს ასე არ შეიძლება მიდგომა და ამის შედეგი იყო სწორედ ის უკანონო წარმონაქმნები, როგორც იყო კუდი და სოდი. ამიტომაც ეს უნდა დავგეგმოთ მართლა გამოსულ ექსპერტებთან ერთად და გავაკეთოთ ის მოდელი, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.